საღამო მშვიდობისა ლოტოს მოყვარულო და წლის დასაწყისია იმედია ცოტა მოვდივართ ნელ-ნელა ტემპში მინდა გითხრათ რომ სავაჭრო ცენტრებმა დაიწყეს უკვე თავის მოღვაწეობა რატომ იმიტომ რომ ყველა დიდ სავაჭრო ცენტრში ლოტოს სერვის ცენტრებია და შეგიძლიათ იქაც მიბრძანდეთ და ახალი წლის დღეებშიც შეიძინოთ ლოტო 5.35 ოქროს ბურთის ბილეთები ჩვენ კი უნდა დავიწყოთ 2266 ტირაჟი და უნდა მიუძღვნათ ერთ ძალიან ლეგენდარულ ადამიანს ჩემს საყვარელ მწერალს მოკლედ დღეს მეგობრებო ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის დაბადების დღეა სილმარილიონი ბეჭდების ბრძანებელი ჰობიტი სასწაული ფენტეზი წიგნების ავტორი ფილოლოგი ისტორიკოსი ენათმეცნიერი თავისი ენები იმდენი შექმნა მარტო ამ წიგნში ტოლკინმა რომ სასწაული და მე მგონი ფენტეზის ჟანრში ყველაზე ლეგენდარული ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის დაბადების დღეა დღეს ტოლკინისტებს ყველას გილოცავთ ჩემის ჩათვლით და 2266 ტირაჟი გავხსნათ ზუსტად ტოლკინის დაბადების დღესთან დაკავშირებით 84000 ლარზე მეტი ჯეკპოტით და 23000 ლარზე მეტი მეორე კატეგორიით. აბა ვნახოთ დღეს რა მოხდება. აბა 3 2 1 დავიწყეთ. თან დღეს ამბობენ 2 ლოტოს დღეაო და ჩვენი ონლაინ ეთერის დასრულების შემდეგ 1 საათში უკვე რუსთავი 2-ზე 6.42 გელოდებათ წინა წელს მეორე კატეგორიის გათამაშებით დაასრულა 6.42 და ახლა ამ წელს უკვე 1.800.000 ლარზე მეტი ჯეკპოტი გელოდებათ. იქ ყველას მოგება, აქაც ყველას მოგება და ვნახოთ. დავიწყოთ აბა. გუშინ ოქროს ბურთი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთ თქვენთაგანს ვერ გაუმართლა. იქნებ დღესაც ამოხდეს და პირველი ბურთი გვაქვს 17. 17-ით დავიწყეთ დღევანდელი გათამაშება და მეორე ბურთის მოლოდინი გვაქვს. იქნებ ამ ბურთებს შორის ოქროს ბურთიც იყოს. 35 ეს არის ის რიცხვი, რომლის იქითაც ჩვენთან ლოტოში რიცხვებს აღარ ვაცხადებთ. მეტობას ვამბობ. აბა მესამე ბურთს შევხედოთ რა არის. დიახ 14-ია უეჭველი. 14 არის მესამე ბურთი. სამი ბურთი უკვე ცნობილია. ნაძვის ხე როგორ ხარ? მეც არ ამიშავს. მეოთხე ბურთი, ქვემოთ ჩამოვიდა ამჟამად ლოტოტრონი და ორიანი. დაჯექი ორიანი იტყოდნენ ხოლმე ჩემს ბავშვობაში, ახლა ორიანს რომ გიწერენ, მე მგონი სახშიც აღარ უნდა მიხვიდე იმ დღეს. და ბოლო ბურთი, ოქროს ბურთის გარეშე ვარ და უფრო ქვევით ჩამოვიდა. ესე იგი 35 ხო გვაქვს და ერთიანიც გვაქვს დღეს. დაიწყო და დაასრულა ერთიანით. ერთიანმა დაასრულა 2266 ტირაჟი და გადავიმეორეთ საბოლოო კომბინაციო. წავიდა. 17, 35, 14, 2 და 1. 17, 35, 14, 2 და 1. შედეგების მოლოდინში ვართ და მანამდე გეტყვით რომ ჩვენი YouTube არხი გელოდებათ რომელიც უნდა გამოიწეროთ და ასევე ლოტო წერტილი G დიახ ამ დღეებში ძალიან დაგეხმარებოდათ ლოტო წერტილი G განსაკუთრებით როდესაც სახლიდან არ გავდიოდით და კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრათ რომ საქართველოს ეროვნული ლოტარია წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაცია მომავლის გზასთან და მათთან ერთად არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გვაქვს ჩატარებული და კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მოუწყო საქართველოს ეროვნულ ლოტარიამ და მომავლის გზამ საბავშვო სახლს და მოდით ვნახოთ სიუჟეტი ამასთან დაკავშირებით. ბავშვებო, მოგესალმებით საქართველოს ეროვნული ლოტარიის სახელით. მოვედით, რათა საახალწლო სურვილები აუსრულოთ ფონდი მომავლის გზის 3 აღსაზრდელ ბავშვს თედო ლემონჟავა. თედოს უნდა და ჰაუერბორდი და ნაძვის ხე. ვანსა პავლიაშვილი. შენი სურვილი იყო ჰაუერბორდი და ლეპტოპი. გაიხარე. ნიკა კუპყელაშვილი. გილოცავ ნიკა. ეს ჰაუერბორდი.
დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ ლოტარიას იმ მრავალწლიანი თანამშრომლებისთვის, რასაც აკეთებს მომავლის ხის ბავშვებისა და ბენეფიციარებისთვის. ლოტარიის ეროვნული კომპანია ჩვენ ბავშვებს უსრულებს სურვილებს. ასევე მოხდა დღესაც დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული ლოტარიის მომხმარებლებს. საქართველოს ეროვნული ლოტარიის და საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზის ურთიერთთანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენ ყოველწლიურად ვასაჩუქრებთ და ვახარებთ ფონდის ბენეფიციარებს. სამ ბავშვს, რომლებმაც თოვლის ბაბუას მიწერეს საახალწლო სურვილები, გადავეცით საახალწლო საჩუქრები, აუსრულებთ მათ სურვილები. დიდი მადლობა ლოტარიის ერთგულ მოთამაშეებს, რათა მათ გარეშე ბავშვების გახარება შეუძლებელი იქნებოდა. გახსოვდეთ მაშინ, როდესაც თამაშობს ლოტარიას, თქვენ ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე. ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ საქველმოქმედო პროექტებს ხმარდება. გილოცავთ ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს გისმენთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ყველას გისურვებთ თქვენი სურვილების ასრულებას. რაც შეეხება ჩვენს შედეგებს 413 გამარჯვებული მეხუთე კატეგორია და მესამეში ერთმა თქვენგანმა იმარჯვა და 225 ლარის 3 იანვარს არ არის ცუდი, მინდა გითხრათ. ასეთი ამბავი იყო დღევანდელ დღეს. დაელოდეთ 6:42 რუსთავი 2-ზე ზუსტად 1 საათში დაიწყება 1.800.000 ჯეკპოტით. მე რამოდენიმე დღით დაგემშვიდობებით. ამ წელს ვერ ვნახე ანანო ჯერ მიულოცავ აქედან და იმედია რომ ამ პერიოდში ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით. ანანო მრავალს და ეს არის ბედნიერების, წინსვლის, მშვიდობის, ჯანმრთელობის, ხვავის, ბარაკის, სულიერი სიძლიერის და ფიზიკური ჯანმრთელობის, ასევე ფინანსური წინსვლის წელი გქონოდეს. შენც და მთელს საქართველოს ეროვნულ ლოტარიას და ყველას თქვენთაგანს. აბა, დროებით.